გამარჯობათ, მე ნანა გორგოძე ვარ, სასამართლოს თარჯიმანი ამერიკაში. როგორც ყველა ვიდეოში, ამ ვიდეოშიც მინდა გითხრათ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევის შესახებ, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ თარჯიმნები. ეს არის შესაბამისი ქართული შესატყვისების მოძებნა ამა თუ იმ ტერმინებზე, განსაკუთრებით თუ იურისპრუდენციას ეხება საქმე. ვიცი რომ ძალიან დიდარი ენა გვაქვს, ამ ენაზე ვეფხისტყაოსანი დაიწერა და ასე შემდეგ, მაგრამ თანამედროვე სამყაროში გაჩნდა ისეთი ცნებები, რომელთაც უბრალოდ შესაბამისი შესატყვისი არ აქვთ. ან აქვთ და ძალიან პასიურია და ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისინი და გადმოვიტანოთ აქტიურ ლექსიკონში. აი მეც არ ვიცოდი და ბევრმა არ იცის თავისთავად, რომ ამდენი დანაშაულის ტიპი არსებობდა. ერთ-ერთმა იტალიელმა თარჯიმანმა ისიც თქვა, რომ იტალიაში უბრალოდ არ გვაქვს ამდენი დანაშაულები, არ არსებობს ასეთი დანაშაულები და მათთვის განსაკუთრებით რთულია ამის თარგმნა. ასევე ჩვენთვისაც, ამიტომ თარჯიმნებს უწევთ არა მხოლოდ ცოდნა და თარგმნა, არამედ მოძებნა. ჯერ უნდა გავითავისოთ თვითონ ეს ტერმინი რას ნიშნავს, რას მოიცავს და ამის შემდეგ მისი შესაბამისი შესატყვისი ვიპოვოთ. მაგალითად, მე არ ვიცოდი თუ არსებობდა ეგეთი დანაშაული, სახლიდან გამოქცეული თინეიჯერის შეფარება. ეს არის დანაშაული, შესაბამისი სასჯელი აქვს და შესაბამისი სახელიც ჰქვია. არსებობს ასევე child molestation, child grooming, child abuse და ყველას ზოგადი ტერმინი შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობა, მაგრამ რადგან ყველას თავისი სახელი აქვს, ესენი ყველა სხვადასხვა დანაშაულია, სხვადასხვა სასჯელი ეფარდება. ამიტომ ვერ ვიტყვით ყველაზე, ეს არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა. ხომ გეტყვით ბრალდებული, რომ ეს ძალადობა არ ჩამიდენია. ამიტომ არის სწორად თქმა და გადათარგმნა თითოეული სასჯელის თუ ტერმინის თუ ასე შემდეგ. აი მაგალითად, თქვენ როგორ თარგმნით child grooming. მომწერეთ თქვენი აზრი და ერთად ავიმაღლოთ ცნობიერება.